მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ამ სახლში. ეს გახლავთ კავკასიური სახლი. თუ რა არის კავკასიური სახლი, რა დანიშნულება აქვს, რა აქვს თავიდანვე მას იდეაში ჩადებული ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ამას ჩემზე უკეთ თქვენ მოგიყვებათ, ძალიან მოკლე ექსკურსს გაგიკეთებთ. წერალი, საზოგადო მოღვაწე, თარგმნელი, გერმანისტი და ბედნიერი ვარ, რომ მე ვარ მისი თანამედროვე და ასევე თქვენც ქალბატონი ნაირა გელაშვილი, რომელიც გზაშია ახლა, საცობშია და მოგზაურობა მოგეფერებათ თქვენ. რადგან სწორედ თქვენთვის ბავშვებო, თქვენის თანაბავშვებისთვის იყო ეს იდეა შექმნილი, რათა მათთვის ჩვენ რაც შეიძლება ლამაზი ცხოვრება შეგვექმნათ და ვესწავლებინათ. და მინდა გითხრათ, რომ ამ კავკასიურ სახლში აღზრდილი ბავშვები არ იყვნენ სულ ისეთი, როგორ გითხრათ, ხომ არის ზოგჯერ ფუნებაში გაზრდილი, არის შეჭირვებული და ჩვენ სპეციალურად ვეძებდით ისეთ ბავშვებს, რომლებსაც რაღაცა კომპლექსი ჰქონდათ. აი, არ იყვნენ დავშვათ დაჯერებულები თავიანთ თავში, არ იყვნენ ჩაკეტილები იყვნენ, მინდა გითხრათ და სწორედ მადლიერები ჩვენც მასწავლებლებიც და თვითონ ბავშვებიც არიან ამ სახლის, ვინაიდან ამ სახლმა მისცემათ ამის შესაძლებლობა, რათა გახსნილიყვნენ თავისი გზა ეპოვნათ ცხოვრებაში. და დღეს ეს ბავშვები დაახლოებით 24 წელია, 25 წელია თვითონ მე თანამშრომლობ და ვიყავი პედაგოგი. წარმოიდგინეთ ახლა რამდენმა ბავშვმა გაიარა ამ წლების მანძილზე და უმრავლესობა წარმატებულია საკმაოდ და თავისი მყარი კარგი ადგილი უჭერავს ცხოვრებაში და მადლიერია ამ სახლის. მეც პირადად ჩემთვის, რასაც ნიშნავს ეს სახლი, ეს არის სიყვარული, ურთიერთობა, მეგობრობა, თანადგომა, ერთგულება, თუ კი რამე შეიძლება ამ სახლში მივიღეთ ის განურჩევლად სოციალური სტატუსისა, განურჩევლად ეროვნებისა, განურჩევლად ყოველგვარი სხვადასხვა შეხედულებებისა. ვინაიდან სწორედ ეს ის სივრცეა, სადაც ყველა თავისუფლად საუბრობს და არაფერი მას არ აბრკოლებს, არაფრის მას არ ეშინია. ვინაიდან საუბარზე უკეთესი ერთმანეთისთვის, თანამშრომლობისთვის, ამაზე კარგი არაფერი არ მოუგონია უფალს. დავბრძანდეთ, ვისაუბროთ და გამოვძებნით საერთო ენას აუცილებლად და ყველაფერი გვექნება კარგად. მე მინდა დღეს ჩემო ბავშვებო, დღეს თქვენს წინაშე გახლავთ ქართული ხმების ნორჩი წარმომადგენლების სტუდია არის ესეთი ჩვენი, რომლებიც ქართული ხმების ტრადიციებს აგრძელებს და ბატონი ვასილ დოლიძე ხელმძღვანელი გახლავთ. მივესალმებით. მინდა კიდევ მივესალმოთ ჩვენს სტუმრებს ნიქოზიდან. როგორ გითხრათ, აი, ჩემი დამუშავებს, მეუფე ისაიასთან სამრევლო სკოლა, ხო თქვენ? ხელოვნების სკოლა. მე ვისურვებდი უფრო უკეთ, თქვენ წარმოგიდგინათ თქვენი თავი რა ძალიან გქონდ, რომ მომეხმაროთ, იმიტომ რომ მე იმდენი კარგი რამ იმდენი კარგი რამ მსმენია თქვენზე, აუცილებელი იყო თქვენი დამეგობრება კავკასიურ სახლთან. აუცილებლად ჩავთვალე, რომ თქვენც ჩვენი წევრი გამხდარიყავით. ამიტომ აი ამ მცირე ჯგუფით, ამ ბავშვებით, ვინც თავიანთ შემოქმედებას წარმოგვიდგენენ, ვისაც უყვარს სიმღერა და მუსიკა ისეთი რამ არის, ცუდი არ არსებობს. ყველა კარგები არიან, სულ ყველა კარგები. მოდით მე ჯერ მინდა ჩვენ სტუმრებს დავუთმო სცენა, ესე ვთქვათ, ჩავთვლი ამ სცენას. ყველაზე მთავარი რა ქვია ამ შეხვედრას? ეს არის ბავშვები ბავშვებისთვის და ჩვენ კი თქვენთვის ბავშვებო. ასე რომ უნდა დავმეგობრდეთ აუცილებლად. ამაში მოგზაურობთ.
მოგესალმებით ჩვენი გუნდის სახელით და ძალიან ზურფასი არის ხომ საერთოდ ყველა ადამიანისთვის ურთიერთობა. ხო და თან მithumetes გამოცდული ხელი ყოველთვის რა რჩება ხოლმე ისე გამოცდული ხელად რა. მადლობას გეტყვით ჩვენი სახელით, ჩვენი სკოლის სახელით და პირადად მეუფეს სახელით, რადგან მეუფეც უნდა ყოფილიყო ახლა აქ, მაგრამ რაღაც საქმეების გამო ვერ მოხერხდა და გადმოგცათ მოკითხვა და კურთხევა და მოკლედ კი ვიდეოს გავგზავნით და შემდეგ შევხვდეთ. და ეს კარი მუდამ ღია არის თქვენთვის სხვა დროსაც ხშირად. ჩვენც ჩავალთ ნიკოსში აუცილებლად. ურთიერთობების დასაწყისი არის დღევანდელი დღე და მოკლედ ძალიან გვიხარიათ ჩვენს რა. ჩვენს რამოდენიმე სიმღერას გიმღერებთ მაშინ. ძირითადად ქართლში ვიტრიალებთ. პირველ სიმღერას ვიმღერებთ ქართულო ხელი ხმარსიკარო. კარალალი ყველაზე მთავარი და აუცილებელი. ეს ბავშვები და ზოგადად ნიკოზი სულ რაღაც თუ არ ვცდები 9 კილომეტრშია ცხინვალთან. ვერ წარმოიდგენთ აი ესეც ბრძოლა. და აი ახლა ამ სიმღერა მიკარნახა ეს მე თქვენთვის მეთქვა რომ აი აქვე ახლოს ცხინვალთან ცხოვრობენ, შრომობენ, შემოქმედებითად იწვიან და მინდა გითხრათ რომ ნიკოზში სოფლიო მნიშვნელობის ფესტივალი ტარდება ანიმაციური ფილმების. ერთადერთი წელიწადში ერთხელ სოფლიო ანიმაციური ფილმების ფესტივალი სწორედ ნიკოზში. მეუფე ისტრანსაიას ეგიდითა და მისი სურვილით და მისი ხელშეწყობით ტარდება. ასე რომ ეს ნამდვილად მისასალმებელია და ესეც აი ესეთი არც თუ ისე ადვილი ბრძოლა შენი ქვეყნისთვის და შენი ქართველებისთვის. Angalada gogona Angalada gogona Gogni 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 gogo gogni gogni gogona gogni 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 gogo gogni gogni gogona Angalada gogona Angalada gogona Urdeni moi para, urdeni tვითონ შეჭამა საფლავი გაითხარა. Angalada gogona Angalada gogona Gogni 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 gogo gogni gogni gogona gogni 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 gogo gogni gogni gogona Angalada gogona Angalada gogona
ქალბატონი ნაირა გელაშვილი ჩვენ წინა სიტყვაობა ქალბატონო ნაირა ვიცით ძალიან დაღლილი ხარ თუ შეიძლება ძალიან გვყვარს თქვენი სოფელი მეუფელი საერა ყველანი ვიცი ხართ დამყოფელი ვართ რეგიონში აკასიურის სახით ჩამოსულობა თქვენთან ვიცი თქვენი საქმიანობის შესახებ ძალიან დიდ პატივს გცემთ ყველას მშობლებს მოწაფეებს და ყველას ვისაც ასეთი გამორჩეული ცხოვრება შეგქმნით ნიკოსში და ნიმუშს აძლევს მთელ საქართველოს ბავშვებო ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოხვედით ჩვენს კავკასიურ სახლში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ უფრო ხშირად ვიარო ერთმანეთთან და მე ჩვენ გვაქვს ოფისი სოფელში კახეთში და იქაც წაგიყვანთ და იქაურ ბავშვებს გაგაცნობთ ისე რომ სოფლები დავამეგობროთ ერთმანეთთან ზემომაღარო და ეს ნიკოზი და კარგი გეგმები გვაქვს თქვენთვის მოკლედ და იმედია რომ ხშირად შევხვდებით და დავამდიდრებთ ერთმანეთს ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ შენ რა გინდა გონჯი გმარიდა დიდი მადლობა ბავშვებო ძალიან გვასიამოვნებთ Wow!
Amen.
ჟამიერით, ამ სიმღერით დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, გაცნობა, სტუმრობა, მასპინძლობა დროებით უნდა დავასრულოთ. ჩვენი მიზანი, როდესაც ეს სახელი დავაფუძნებთ კავკასიონის სახში. ეს ხო დიდიშის წინ 90-იან წლებში ჩვენ გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო შვიდობის სახლი, იმიტომ რომ უკვე საქართველოს მთელი კავკასიაც იყო არეული, დაწყებული იყო სისხლიანი კონფლიქტები, ომები და უკვე აშკარა იყო რომ საქართველოს და ჩვენი კავკასიაც გადაიქცეოდა სამხედრო, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტების პოლიგონი. რაც მოხდა კიდეც და ჩვენ გვინდოდა ისეთი სახლი აგვეშენებინა, სადაც ყველა ეროვნების წარმომადგენელი ერთმანეთთან იმეფობრებდა და ეს იქნებოდა ერთგვარი თითქოს და კავკასიის სამშვიდობო პარლამენტი, ასე ვთქვათ, სადაც მოიფიქრებდნენ ადამიანები, როგორ გადაწყვეტონ კონფლიქტები მშვიდობიანად, ისე რომ ეს ომში არ გადაიზარდოს. ეს ეხება როგორც ადამიანთა შორის კონფლიქტებს, პიროვნებებს შორის, ბავშვებს შორის, დიდებს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, ასევე ხალხებს შორისაც. ასეთი სახლი გვინდოდა აღვიშენებინა უბრალოდ კარგი ადამიანებისთვის, მშვიდობის მოყვარი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ უნდათ ომის სიძულვილი, ერთმანეთთან დაპირისპირება, ბავშვების აღზრდა ასეთი სიძულვილის ატმოსფეროში, არამედ უნდათ მეგობრობა, გონივრული თანაარსებობა, დემოკრატიული წყობა, ადამიანის ღირსების დაცვა და ასე შემდეგ. აი ამ ღირებულებები. აი ამ მიზნით აშენდა ეს სახლი და აგრეთვე იმისთვის, რომ ყველა კავკასიის ხალხმაც, ჩვენთან საქართველოში მაცხოვრებელმა არაქართველებმა, სხვადასხვა ნაციონალურმა ჯგუფებმა თავიანთი კულტურა წარმოაჩინონ. რა უყვართ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, რა შემოინახეს თავიანთი ძველი კულტურიდან, იცით რომ თბილისი როგორი მრავალფეროვანია, ხო, ამ თვალსაზრისით რომ ის იქცა სახლად სრულიად განსხვავებული კულტურების მშვიდობიანი და შემოქმედებითი თანაარსებობის სახლად იქცა და ეს ჩვენი სიმდიდრეა. და ეს არ უნდა გადაიქცეს უბედურებად, პირიქით უნდა იქნას როგორც არაჩვეულებრივად მდიდარი შემოქმედებითი რესურსი გამოყენებული. აი ამ ყველაფერს ემსახურება კავკასიური სახლი და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის სახლი კარგი ადამიანებისთვის, რომლებსაც უხარიათ ერთმანეთთან შეხვედრა, დალაპარაკება, აქ მოდის ლტოლვილიც, აქ მოდის სოციალურად გაჭირვებულიც, მოდის ადამიანი, რომელსაც შემოქმედებითი იდეები აქვს და არ იცის ეს სად განახორციელოს. აი ასეთი შემოქმედებითი და ადამიანური სახლის შეუქმედით და ძალიან ბევრი მტერი გვყავდა ყოველთვის და ყოველთვის გვებრძოდნენ ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდნენ, მაგრამ ღმერთი ყველა კარგი იდეას კეთილ საქმეს გვერდით უდგას. ეს დამიჯერეთ ბავშვებო და გვექნება გაჭირვება, მაგრამ მაინც დავძლებთ, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენთან არის. აი ასე
მადლობა. ადამიანი, რომელიც 30 წელიწადია საქართველოს ეხმარებოდა, ეხლა გარდაცვლილია, მაგრამ მისი შვილი აგრძელებს საქმეს. ეს შენობა, ვინც ამიშენა, რომელიც დაანგრევის პირას იყო, 15 საყდარი გადაარჩინა სვანეთში, რომელი გათხრები აღარ დააფინანსა, სკოლა ააშენა ნუგრიანში და სულ ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს, სტოლით ბავშვებს და ასე შემდეგ. მთელი კავკასიური სახლის მუშაობა დაფინანსებულია ამ ადამიანის მიერ, რომელიც არის იყო კერძო საგვარეულო ფონდის მფლობელი, ამ საკუთარ ფულით ხარდა და აფინანსებდა მხოლოდ ადგილობრივ კულტურას და ადგილობრივ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებას. ესეთი უიშვიათესი მართლა ადამიანი და ფონდი. ის გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ და ისე უყვარდა საქართველოს, რომ მის გასვენებაში უკრავდნენ თბილისოს და სულიკოს. იქ ბერლინში, გერმანიაში და ავათაც რომ იყო მხოლოდ ამ სიმღერების, ქართული სიმღერების მოსმენა უნდოდა. ისე უყვარდა კავკასიური სახლი და საქართველო. ამიტომ ეხლა ჩვენ რომ გადავიღებთ ამას, გავაგზავნით იმ ფონდში, რომელშიც ეხლა მისი შვილი აგრძელებს მოღვაწეობას, ძალიან გაეხარდებათ რომ გაგვახსენდა ეს ადამიანი. მიხვდით? და მის ხსოვნას მიუძღვნათ ეს სულიკო და თბილისო. That's